სტატისტიკურად ქართველები ვართ ძალიან განვითარებული და განათლებული და ამასთან დაკავშირებით მინდა ორი კონკრეტული რამის დაფიქსირება. ანუ პირველ რიგში ეს რამ გამოიწვია და რითი არის განპირობებული. ჩემი აზრით ამასთან დაკავშირებით ბევრი მსჯავრობა საერთოდ არც გვჭირდება, თუნდაც დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც საკუთარი ისტორიას იმდენად აზრმოყლებულად და სრულიად ნებისმიერ საფუძველზე მოკლებულად გიდავებიან და გართმევენ და უბრალოდ აი აკადემიური პასუხის ღირსიც რო არ არის, ისეთი არგუმენტები მოყავთ, მაგრამ შენი გადასაწყვეტი არ არის. ხანდახან გიწევს რომ სისვლელეებს ცედაო ადამიანებს და მეორე ის დამატებაც მინდოდა არის ის რომ ზუსტად ესე უნდა გავაგზავნოთ და უფრო მეტად უნდა მოვახდინოთ განათლების მიღება, იმიტომ რომ ვიყოთ ინფორმირებულები, რომ გარეთა არარეალისტური წყაროები, რომელიც შემოდის და ყოველ საფუძველს მოკლებული წყაროები, რომლებიც შემოდის, იმის გაფილტვრა მოვახდინოთ და რაღაც გულწრფელ ინფორმაციები არ დავიჯეროთ და სამწუხაროდ არ ხდება ხოლმე ასეც. და რომ ჩვენი საქმეში სადაც საჭიროა შევძლოთ აზრის დაფიქსირება. ძალიან მყავს ხოლმე ამის თქმა, იმიტომ რომ რეალურად ზუსტად ესე არა, ანუ აი ისეთი საკითხების ცოდნა და დამუშავება, როგორიც არის შენი კულტურის დაცვა, შენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ზოგადად შენი მეობის შენარჩუნება იმ ხაჯებზე არ ვლაპარაკობ, ქართველობას გვართმევენ, რომ სადაცინად გაიხატეს ამ თემას შევეხო არ მინდა საერთოდ დღეს. მოკლედ ანუ იმის თქვა მინდა რომ ანუ აი იმის დაცვა უნდა შეძლოს ყველამ საკუთარ საქმეში და ვის რა მომენტში როდის რის დამტკიცება დაჭირდება არ იცის და რა შეეხება ისტორიულ წყაროებს უფრო და უფრო მეტი ისტორიული წყაროების შექმნა ამისთვის საჭირო რომ ისე შეიძლება მოხდეს ისტორიის ფალსიფიკაცია რომ აი არ ვიცი ხა ადამიანს რომ ამნეზია დაემართოს და რომ უბრალოდ ამნეზია რო არ დაემართოს ადამიანი აი ის რო არის ჭუმენშაუ მანდ არის მე მგონი ეგ ხო ზუსტად რომ ანუ არა ამერია მაგაში არ არის. მოკლედ ადამიანს რო აჭერებს სისულელეს და რაც გონია რომ დღეს ამაში ეჭვერავს არ შეეპარება, ძალიან კარგად შეიძლება შეატანინონ ვიღაცებს რაღაცებში ეჭვი და ძალა კიდე აღმერცხნებს და ამიტომ ხეხი კიდე ღონიშობია და ამიტომ უნდა იყოს ძალიან მობილიზებული ამ მიმართულებით. всё.